გამარჯობა, მოგესალმებით ყველა. დოდოშკა, ახალი თმა, ახალი ვარცხილობა. მე მგონი ოსკარი მიიღო ამაში, ხო იცი, ვარცხილობაში. კი, აბა რა საკვირველი. გადმოგცეთ? აა, დოდოშკა, Oscar goes to დოდოშკა. მარგარეტ ტეჩერს დაემსგავს, ე? მარგარეტ ტეჩერს, ხო მე მიყვარს მარგარეტ ტეჩერი, კარგია. ანუ ეს არის კომპლიმენტი. კი, ეხა კარიერულადაც უნდა დაემსგავსო მარგარეტას და მე ვნახო. მე მაშინ გავშენდებით ყველა არის. კი, რა თქმა უნდა, ისე გუშინ საღამოს ცოტა გვიან დავიძინე უყურებდი ოსკარების გადაცემის ცერემონიას. გილდია იყო და რა ვიფიქრე იცი? აგერია, ხო? მე დავიწყე, ხო? არ, მაგითო არა. ფიქრობდი რა ამათ უყურო ტელევიზორში. აგერ ცოცხალი ლაივში მიზის წინ, მეგობრებო. ამდენი ხანი ხო ია ამერიკა ვსაუბრობ, თქვენ თავარი დეტალი არ იცით მასე. ჩემი ია. გილდიის წევრია. Yes, Oscar goes to Ia Parulava. გამოეხლა და იტირებს და იტყვის მადლობა დედას. ეგოცნება დარჩა ძალიან შორს, უბრალოდ მე მართლა გავხდი. ამას ქვია ეკრანის მსახიობთა გილდია, პირდაპირ გადათარგმნა. საიდან მოხდი? იცი რატომ? საერთოდ ყველა მსახიობი უნდა იყოს ამ გილდიის, ეს არის ერთგვარი პროფკავშირები, როგორც მსახიობთა პროფკავშირები და ერთ-ერთ რეკლამაში მიიღებდნენ და ამ რეკლამაში ამერიკის ბანკის რეკლამა, საქართველოს უნდა მეთქვა. ამერიკის ბანკის რეკლამა იყო და იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ყველა მონაწილე საგის წევრი და გავხდი საგის წევრი. თუმცა ეს იყო ძალიან დიდი გამართლება, იმიტომ რომ ხალხი წლები წვალობენ იმისთვის საგის წევრი რაც ჯანდაბალ ჭირდებოდა. ო ეგეც საინტერესოა. გამაგადგა რომ არაფერში არ გამამაგდა. არც ამერიკაში არც თბილისში. არაფერში არ გამამაგდა. ის კოლინ ფერტი აი რომელიც მათ გუშინ აიღო, თუ დღესდილით აიღო ოსკარი საუკეთესო მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, ის იძახოდა რომ გილდიის წევრი რო გავხდი და სეპრიელების მსახიობის, იმიტომ რომ მე იცი რატო, როცა გილდიის წევრი ხარ, მაშინ შენ $400-ზე ნაკლებად არ აგაქვს უფლება სადმე იმუშაო. ამიტომ $400 წუთში? დღეში. ეს არის აქედან იწყება და მე მილიონებზე ადიხარ. მე მაინც ბედნიერი ვარ, რომ გილდიის წევრია ფაროლავას ვიცნობ, არამედ კოლეგაა ჩემი და სუთხალებში უყურებ ყოველდღე. ისე მე გუშინ უყურებდი ოსკარებს რაღაც გავთვალიერებდი და რაღაც ტანსაცმელებს უყურებდი. წითელი ფერი იყო ძალიან აქტუალური. ხოზე რატო მოიგადო? არა, ეს რიჟიკაა. წითელი ფერი იყო ძალიან აქტუალური წითელ ხალიჩაზე და სხვათა შორის მოთეთრო მოვერცხლის პრო დააკვირდა ძალიან გამოვარჩევდი პენელოპა კრუს, რომელსაც სულ ახლა ხანს ტყუპები ეყოლა და ისეთი როგორც ესპანელები კაი ფორმაში იყო. კალიენტე ფორმაში იყო, კალიენტე. ქმარი უფრო მოკლეს თუ ცოლი. ნუ ხავიერ ბარდემი ვის არ მოწონს? ფერხორციანად იყო. ხო, ფერხორციანად იყო და სხვათა შორის ეს კაბა მაშინ ლორენს სკოტის კაბა და ძალიან უხდებოდა და ძალიან კარგად მოუხდა ამ ხალხს ზედმეტი ხორცები. ყველა ხალხს უხდება. მაგრამ ძალიან დამაცადეთ დავამთავრებ ჩემს სიტყვას, ძალიან აწყენინა მაყურებელი ნიკოლ კიდმენმა, იმიტომ რომ მე რამდენჯერ მოდის გალიანოს ტანსაცმელში და ეს ბოლო იყო ჩათვალეს, რომ არის ყველაზე ცუდი კაბა ოსკარებზე. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა კიმანო არის, კაბა არის, ვერაფერს ვერ გაიგებ. ხოთი შორის არ ჩარჩენ და არ ჩარჩენ წინ არ იყო კარგად ჩაცმული და ამას ყველა აღნიშნა. გალიანო ხო გაგვილოცდა და გესმის და ეთყობა უკვე ამ ბოლო დროს უკვე ვეღარ მუშაობს ისე დონეზე და ნუ რა თქმა უნდა ჩვენი გვენეთ პალტროუ ინგლისურად დახვეწილი ვერცხლისფერი ესეთი კოსმიური კაბით კალვინ კლიინისგან. და მე მეორეჯერ როცა იბრერა კიდე იქაც ძალიან ლამაზი კაბა ხორცისფერი კაბა. მაგრამ დოდოშკა არ შემიძლია არ შეგამკო ახლა აქედან უიტნი ჰიუსტონს გევხარო მოგწერა ჩვენ დაპირ. არც მეტი არც ნაკლებია. იცი ეხლა მივხვდი როგორი განსხვავებული თვალი გვაქვს. სამი სხვანაირად უყურებდი და არ ვუქავდით ოსკარს. ნუ იამ კაბები დაინახა მოეწონა შემთხვევით გაგიხარდა ოსკარ. მე ყველაზე უფრო მომხიბლა იმ 99 წლის სახელმწიფო გვარი ვერ დავიმახსოვრე, რომელსაც კარიერის პიკი აქვს ეხლა. რომელიც ყველაზე კარგად გამოიყურებოდა. კი, თია, ნუ დედოფალი იყო იმ საღამოზე. არ მივიულობ. ხო, არინერი. ძალიან ბევრი წყვილები იყვნენ, ვინც თქვათ ერთი და იგივე პროფესიაში არიან, აი ჩემბერია. ეს სატელევიზიო ვარსკვლავი არის ეს სერიალში არა. გილდიაში. მე მგონი ჰოლივუდი არის ერთადერთი ორგანიზაცია, სადაც თითქმის ყველა წვილი ერთ და იგივე პროფესიაში, არა? კი. აი დავაკავშირებს აქვს ძალიან ხშირად ესეთი რაღაცები, მაგალითად, იგივე საქართველოშიც უამრავი იყო ახლა ვერი კვანჭაფარიძე და ფისი მეუღლე. სოფი კოჭიორი და ერთი ინტერესი კი გასაგებია. ხო, აი ძალიან ბევრია, რომელსაც იგივე ჩვენი ჭოლა და მისი მეუღლე, ხო, აი უამრავი ხალხია, რომლებიც მე კიდე სულ მაინტერესებდა სია მქონოდა იმ ოსკაროსანი წყვილებისა, რომლებმაც აიღეს ოსკარები. ნუ ზოგმა იყო როგორც მსახიობურ სამსახიობო კარიერაში, ზოგმა როგორც რეჟისორ
რეჟისურაში და ეგეთი სია გავაკეთეთ. ჯერ სუთავიდან ჯოან ვუდვორდი და პოლ ნიუმენს ჰქონდათ ოსკარები დოდოშკა გაიხსენი ახალგაზრდობა. ბიბიენ ლი და ლორენს ოლივიე. ძალიან კარგი. მაიკლ დაგლასი და კატრინ ზიტა ჯონსი ორივე ოსკაროსნები არიან. ვანესა რედგრეივი და ტონი რიჩარდსონი და ჩვენი პენელოპა კრუზი და ისა ბოდიში ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი და ანჯელინა ჯოლი და არა ჩვენი ბრედ პიტი, არამედ მისი ინა მორბედი ქმარი ბილი ბობ თორტონი. ასე რომ ძალიან კარგი როცა ორი ოსკარი გაქვს სახლში, არა ხო არის კიდე სხვა პროფესიები, სადაც ერთ და იგივე პროფესიის ექიმები არიან, ექიმები ოსკარსა ნობელის პრემიანტები, რა თქმა უნდა, რა ქვია, კიურები და მათი ქალიშვილებიც კიურები. ხო, აბა, იმათაც ოსკარი არა, მაგრამ ხო, არა უშავს კაირამები. ფაქტი არის, რომ ძალიან ბევრი წყვილი ვთქვათ რჩება ძალიან ბევრი წყვილი იშლება მე არ ვთვლი რომ თქვა ერთმა პროფესიამ შეიძლება ან დაანგრიოს წყვილი ან უფრო გაამყაროს აქ სულ მეზაგებული თუმცა იცი რა ძალიან ხშირად ხდება რომ მსახიობებთან შემოდის დიდი რაოდენობით ეჭვი და დიდი რაოდენობით ინტრიგები კარგი ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ ეხლა ნახოთ ანონსი თუ რაზე იქნება ჩვენი გადაცემა ვინ იქნება სტუმრები მე კი დაგიბრუნდებით ისევ ჩვენ სამნი ერთი პროფესია. რამდენად ხელს უწყობ ცოლ-ქმრის ერთიანობას? მომღერლების და ფოტოგრაფების ოჯახები თხის შოუში. სტუმრად სტეფანე და მაია დარწმელიძე. და მარინა კანი და გიორგი მამასახლისი. აერთი არაჩვეულებრივი სტუმრები გოყოლება დღეს ვისაუბრეთ რამდენად ძნელია ერთი პროფესიის იყოს ორივე ადამიანი იცხოვრო ბედნიერად და რა ვიცი დიდი სიყვარულით მე მგონი შესაძლებელია რეკლამის შემდეგ ჩვენი პირველი სტუმრები იქნებიან მუსიკოსები მაია დარწმელიძე და სტეფან მღებრიშვილი რომლებიც ბევრი წელია უკვე ერთად არიან და ვუსურვებ რომ ესევე გააგრძელონ დროებით აბა ნახოთ რა გადაცემის სპონსორია Smiles ქსელი. Panasonic-ის ყურის საცხობი ყურის გარდა ამზადებს სოუმს პიცისთვის და კრუასანებისთვის. Panasonic-ის პურის საცხობი 290 ლარად. დღის შოუს სპონსორია Santino. Santino Santesgan. მზადდება ქართული რძით.